და მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არ ხდება. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასრულოთ წმინდა სულიერ საქართველოს. ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო მარხვა სრულდება პირველ რიგში ეს უნდა გითხრათ ხალ პეტრე პავლოვის დღესასწაულს ანუ უბრალოდ კი არ სრულდება დღეს დღევანდელ დღესაც მართულობს და ხვალ ვეგებებით დღესასწაულს პეტრე პავლოვისას ამიტომ წინასწარ ვეგეთქვით რომ დღეს 3 საათზე კვლავ ლოცვა იქნება სადღესასწაულო და ხვალ დილის 9 საათზე წირვა ჩატარდება პეტრე პავლოვის სადღესასწაულო წირვა. ასევე ხვალინდელ დღეს 3 საათზე ლოცვა იქნება, იმიტომ რომ 12 მოციქულის ხსენებაა ჩვენ სვეტი ცხოვრებას ესევე ძახით, იმიტომ რომ მთავარი ტაძარი საქართველოში სვეტი ცხოვრება 12 მოციქულის სახელზეა და შესაბამისად ხვალაც ლოცვა ჩატარდება საბათოს 3 საათზე და დილით წირვა ჩატარდება, ესე იგი სვეტი ცხოვრების ანუ 12 მოციქულის წირვა. ეს აჩეხება განრის დანარჩენი ჩვეულებრივად ხვალიდან ხსნილია, ყოველდღიურ ოთხშაბათი და პარასკევის მარხვები რჩება მხოლოდ და მხოლოდ რომელსაც მართლობ კვირის განმავლობაში. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ სახარებას, იცით ძალიან მენიშნა, როდესაც ვკითხულობდი რომ თითქოს ზუსტად პასუხობს და ყოველთვის პასუხობს მინდა გითხრათ. არ არის არასდროს სახარებამ შენ არ გიპასუხოს შეკითხვაზე და აი დღევანდელ ამ სიტუაციას რა გამოწვევებით არ ვიცი რა დავარქვა ამ მდგომარეობასაც საქართველოში ხდება და პირდაპირ აი რაღაცნაირად ჩემთვისაც პასუხი იყო მინდა გითხრათ, როდესაც რამდენჯერ გვაქვს ეს სახარება ერთად წაკითხული, ერთად მოსმენილი, შარშანაც ამ დროს არ ვიყავი მახსოვს და ვილაპარაკეთ ამ სახარებაზე, როგორ და რა კონტექსტით ეხლა შეიძლება ეს გავიხსენო, მაგრამ ამ სახარებაზე რომ ვილაპარაკეთ მახსოვს. ტექსტი თვითონ ნახეთ როგორ იწყება. თუ შენი სხეულის სინათლე არის თვალი, თუ თვალი შენი ნათელია, მთელი შენი სხეული ნათელია და თუ თვალი შენი ბნელია, მაშინ მთელი შენი სხეული ბნელია. რა თქმა უნდა ალეგორიაზე თუმცა კი სანამ ალეგორიამდე ვიყავ გეტყვით რომ ძველი გარდამოცემების თანახმად აი ძველ ბერძნებს მაგალითად ასეთი წარმოდგენა ჰქონდა თვალის შესახებ რომ თვალს აქვს რაღაცა ფანარის თვისება. აი როგორც სიბნელეში ფანარს აანთებ და რასაც მიანათებ იმას ხედავ, დაახლოებით ესე წარმოედგინათ რომ თვალს ჰქონდა თავისი სინათლე, რომელსაც აშუქებდა და იმას, რასაც შეხედავდი, იმას აშუქებდა და იმას უყურებდა. შესაბამისად ნუ ეს რა თქმა უნდა ასე არ არის ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ ადამიანებს. დღევანდელ დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით რომ პირიქით თვალი არის რაღაცა სარკისებური რაღაცა იგივე გრანულები, მთელი ამბებია, მთელი მეცნიერება, რომელიც ირეკლავს აი ამ შემოსულ სხივებს, სინათლეს ასე აღიქვამს, ფერებს ასე აღიქვამს და ასე აწვის ტვინს. და პირდაპირ მნიშვნელობითაც ასე არის, თუ კი ადამიანს თვალი აქვს ჯანმრთელი და ყველა ფერს შესაბამისად კარგად ხედავს, შესაბამისად მის სხეულში იღვრება ეს სინათლე, რომელსაც თვალის საშუალებით, რომელიც შეედინება მის სხეულში, ხო მართალია? ანუ რასაც ვისმენ ყურის საშუალებით შემოდის ჩემთან, რასაც ჭამ პირის საშუალებით და რასაც ხედავ თვალის საშუალებით, ხო მართალია? ანუ ჩემს ამ შემთხვევაში სხეულს თვალი კვებავს, რითი იმად რასაც ხედავ, ეს არის თქვა დღე თუ ერთ ღამე თუ ბუნება თუ სხვა თუთა არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომაც ეს პირდაპირ მნიშვნელობით რა თქმა უნდა ასე რომ თუ თვალი ჯანმრთელი აქვს ადამიანს სხეული მისი ნათელია, იმიტომ რომ ეს სინათლე მასში შესული სინათლე. მაგრამ აქ ამაზე ლაპარაკი არ არის შემოწმებასე. აქ არის ლაპარაკი იცით რაზე? ალეგორიაზე. და რომელ ალეგორიაზე იცით? იქვე ამბობს რომ თუ კიო ბნელია, მაშინ მთელი შენი სხეული ბნელია. თუ კი სინათლე რომელიც შენშია ბნელია, მაშინ ბნელი რამდენიღა იქნება? ცოტა ძნელი გასაგებია რა. ანუ თუ კი მე ვამბობ რომ ხედავ ეს სინამდვილეში სიბნელია. აი ამ ალეგორიაზეა ლაპარაკი. იმიტომ რომ ჩვენ ხო გვაქვს ეს მდგომარეობა რომ რაღაცას ვამტკიცებთ და დარწმუნებულები არ ვართ იმაში რომ ეს სიმართლეა. ანუ რაღაცას ამტკიცებს ადამიანი, რაღაცა მოიგონა, რაღაცა გამოიგონა და ამბობს რომ ეს უსათუოდ ესეა. და ამტკიცებს რომ ეს არის სინა. აი როგორც მე ვხედავ ახლა სინათლეს, შეიძლება ასე თქვას. ზუსტად ეს არის ეს ეხა ჭეშმარიტება, რასაც მე გთავაზობ. მაგრამ სინამდვილეში ეს სინათლე კი არ იყოს, სიბნელე იყოს, იმიტომ რომ ის მტკიცებულება, რომელიც შენ მოგაქვს, აბსურდი იყოს საერთოდ. ამიტომაც დღევანდელი ადამიანის მდგომარეობა ხშირად ემსგავსება ამას. რაღაცას ამტკიცებენ. ბიბლიური სინათლის შუქზე ცდილობენ დაგვიმტკიცონ ის, რაც აი გაუგონარია საერთოდ. არ სმენია ყურს აქამდე არასოდეს რომ ბიბლიით მედავებოდეს ადამიანი და ამართლებდეს ცოდვას.
რომ ბიბლიაში თურმე მსგავსი რამ არ წერია. მე ძალიან არ მეყვარს მართალი გითხრათ სახელების დასახელება და გარების და რაღაც, მაგრამ მე ვიცი რომ ალბათ ნახავდით ამ ტელეგადაცემებს და არ ვიცი მოისმინეთ თუ არა პასუხები, რომ სინამდვილეში ეს არ არის ხალხო. არც თეთრმა წვერმა, არც დალაგებულმა და გაწერილმა საუბარმა, არც პროფესორის დიპლომმა არ მოგატყუოთ იმაში, რომ ადამიანმა რაღაცა შეიძლება სიმართლე თქვას სინათლის შესახებ. აი ეს არის სინათლე, რომელიც სინამდვილეში სიბნელე და რატომ? როგორ ფიქრობთ თქვენ ახლა იმ ადამიანს, ვისაც გულისხმობ ბიბლია არ აქვს საკითხული, ჩვენზე უფრო ბევრჯერ მე მგონი. და ამბობს ასეთ რამეს, გამოდის ტელევიზიის საშუალებით, სხვადასხვა ველიერ ეჭდა გვერდით და იმან არავის არ ვიცი რატო არ გასცე პასუხი, თუმცა კი იმანაც მე უფრო უარესი თქვა, ჯობდა აფაფილი. მაგრამ საქმე რაში არის? ნახეთ, გამოდის და ამბობს, რომ იესო ქრისტეო, აი წიგნი არის გამოცემული, რომ იესო ქრისტეო არაფერს არ ამბობს გეებზე. ესე სათაურია ამ წიგნის, ესე და აბა კამერა მოაშენებთ ახლა და მე ჩემ გაჩვენებ რა წერია ამ წიგნში. უბრალოდ რას ამბობს გეებზე, ეს არის სათაური. და გადაყურს რომ ცარიელი რვეულია მოკლედ, არაფერი არ წერია შენ. ესო იმას ნიშნავს რომ არაფერს არ ამბობს. ეს ტყუილი გახდა შემოძებასება. ეს არის ტყუილი, რომელიცაც საზოგადოება შეიძლება გააბრუნოს, იმიტომ რომ მას ყოველდღიურად არ უჭირავს ბიბლია ხელში. და ვისაც ყოველდღიურად ბიბლია ხელში უჭირავს, ის არ მოწყულდება ამით არავითარ შემთხვევაში. რატომ? ეხლა მოგახსენებთ. იმიტომ რომ ძველი აღთქმის ღმერთი და ახალი აღთქმის ღმერთი სხვადასხვა არ არის. რაც მე მითხრა მე ღმერთმა ძველ აღთქმაში, იგივეს მეუბნება ახალ აღთქმაში. ეხლა თუ ვინმე მეტყვის რომ რაღაც კანონები რომ შეიცვალა, კი მართალია შეიცვალა. სისხლიანი მსხვერპლშეწირვა გაუქმდა, იმიტომ რომ თვითონ შეეწირა იესო ქრისტე სისხლიანი მსხვერპლა და შესაბამისად სისხლიანი მსხვერპლის საჭიროება აღარ დგას. შეწირულია უკვე და გამოსყიდული ვარ. სხვა დანარჩენზე რა გითხრათ, აბა, კანონები ჩამოგითვალოთ, არაფერი უნდა გადაშალოთ ლევიტელთა წიგნი, სადაც წერია მამაკაცი, რომელიც მამაკაცთან დაწვება დედაკაცური წოლით სისაძაგლეა უკრის წინაშე და ქვით ჩაიხოლოს. ეს არ აქვს საკითხული იმ ადამიანს. თუ ის არ აქვს საკითხული, რომ მამაკაცად და დედაკაცად შექმნა, არ იტყოდა მაშინ ამას ღმერთი, აკონკრეტებულია. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა, ისინი და უთხრა აღორძინდით, გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა. ეს არის კურთხევა მოცემული ღვთის მიერ. როგორ წარმოგიდგენიათ ერთ ქრისტიანებს ამ კურთხევის შესრულება შეუძლიათ? ამიტომ ადამიანი, რომელიც გამოდის და გეუბნება ბიბლიის სახელით გატყუებს, იცოდეთ რომ არ დაუჯერებთ. პავლე მოციქულის სიტყვები ასე წერია გალატელთა მიმართ ეპისტოლეში. ანგელოზიც კი რომ მოვიდესო და სხვა რამე გასწავლოთ, ვიდრე ამ სახარებაში წერია, შეჩვენებული იყოს მარანათა. აი ესეთი მკაცრი სიტყვები წერია. გამოდიან ადამიანები და აი ესე თავხედურად, ასე კადნიერად ვეუბნებიან, რომ ბიბლიაში თურმე ამ შესახებ არაფერი არ წერია და ძალიან ესეთი ჩემი მეგობრები მათ შორის რამდენიმე ვნახე, რომ რაღაც ამ ცისარტყელას ფერებს აზიარებდნენ, ლავის ლავ წერია, ესე იგი სიყვარულია, სიყვარული, არ ესმით ადამიანებს რაზე ლაპარაკობენ. არ ესმით რომ აი როგორ გითხრათ, იცით რომ არის ცოდვა და არის უსჯულოება. აი ესეთი ორი სახელი აქვს შეწოდებას რაღაცნაირად კანონის მიხედვით. რა არის ცოდვა? ცოდვა არის ის, რასაც მე ჩავდივარ. მაგალითად რაღაცით შევწოდე, არა აქვს მნიშვნელობა თუნდაც ამ დილწიწოდვის ჩამდენი ვიყო. მაგრამ უსჯულოება ამ ცოდვაზე მეტია. და რა არის იცით უსჯულოება? როდესაც მე აგიტაცია პროპაგანდას უწევ აი ამ ცოდვას და გამართლებას უძებნი აი ამ ცოდვას და ვამბობ რომ ეს არაფერი, უფრო მეტიც მე რადგანაც ასეთი ვარ, შენც ასეთი უნდა იყო. ნუ თუ მანდა მაინც არ გინდა რომ ასეთი იყო, ხარი მაინც დამიჭირე და ტრანსპარენტით დადეგი ჩემს გვერდზე და თქვი რომ ეს კაცი მართალია და არ არობებს არც ერთ ცნებას. აქ ამაზეა ლაპარაკი, სხვა რამეზე კი არ არის ლაპარაკი. რომ ეკლესია უნდა გადადოს გვერდზე ბიბლია და თქვას ისე როგორც ისინი ამბობენ. და ეს არ არის ძალადობა თურმე. ანუ მე რომ მეუბნებიან რა წერია ბიბლიაში, ის არ თქვა, ეს არ არის ძალადობა. არ დაიცვა ის წიგნი, რომელიც შენი სახელმძღვანელოა ცხოვრებისა. ეს არ არის ძალადობა. სამაგიეროდ მე რომ არ უვარდები არავის საძინებელში და მე რომ ვამბობ ამას ამბიონიდან, რომ ეს არის ცოდვა, რომელიც უმძიმესია ცოდვათა შორის, იმიტომ რომ არღვევს პირველი მცნება, რომელიც მიეცა, აი პირველი მცნება, რაც კაცობრიობას მიეცა. კიდევ ერთხელ გავიმეორე. აღორძინდით მამაკაცსა და დედაკაცსა. აღორძინდით, გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა. პირველივე მცნებას დარღვევა. და ეს გააუქმა იესო ქრისტე?
ან 10 მცნება გააუქმა? იცით რას? აქეთ ხარისაც მაქვს სალაპარაკო, თქვენ არ გეგონოთ რომ ძალადობას საჭმობ, რა თქმა უნდა. ოღონდ ყველანაირ ძალადობას იმათი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც. მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი და გავიმეორე. მართლმადიდებლობის დაცვა არამართლმადიდებლურად არ შეიძლება. პირდაპირ წერია, მაცხოვარს ურტყავდნენ და პასუხს არ სცემდა. აგინებდნენ, ლოცავდა. აი ესე წერია პირდაპირ. ჩვენ ქრისტიანები თუ ვარ და ქრისტეს ბაძველები თუ ვარ, ასეთი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება. იცი რა, ვიღაცა შეგაგინებს, გაგლახავს და გაგლანძღავს, იმიტომ რომ არ მოსწონს შენი ცხოვრება, მაგრამ ასე გაუკეთეს ქრისტეს. და შენ თუ ქრისტიანი ხარ, შენც ასე გაგიკეთებენ, რომ იცოდე, იმიტომ რომ ამ სოფლისაგანი არ ახარ. პირველად მე მდევნესო და თქვენც მდევნიანი. ასე წერია, ქრისტე ამბობს ამას, მე კი არ ვამბობ. ამიტომაც ამას შეგუებული უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ქრისტიანობის სურვილი აქვს და გვაქვს ერთად, ხო? ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ გავამართლებ იმას, რომ ვიღაცა ცოდულთან მიხვიდა და შენ ძალადობრივი მეთოდით გინდა თუ არა ბიბლიაში ასე წერია და ასე იცხოვე. დაძალება რომ საჭირო იყოს, ღმერთი დააძალებდა მაშინ თვითონ. ღმერთს არავისი ძალადობა არ სჭირდება. არანაირად არ სჭირდება, რატომ იცით რომ შეუძლებელია რომ ადამიანმა ვინმე შეიყვაროს ძალით. აი ახლა მე თქვენ მაგალითად ვიღაცას არ უყვარვარ მე. ხო იქნება ასეთი ადამიანი, რომელსაც არ უყვარვარ. ეხლა რამდენი ძალა უნდა ვცემო ის ადამიანი შემიყვარეს? რა ციხეში დავამწყდეო, ბორკილები დავადო, რაც ამარ ხო არ შემიყვარეს? არ მჭირდება მე ასეთი ნაძალადები სიყვარული. მე მჭირდება სიყვარული, რომელიც თავისთავად არსებობს, რომელიც ჩვენმა ურთიერთობამ წარმოშვა, რომელიც ჩვენმა საუბარმა წარმოშვა, რაღაცა მეგობრობამ წარმოშვა. და არავითარ შემთხვევაში ისე რომ რადგან მე აქ გავარ უნდა გიყვარდე. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. სწორი დამოკიდებულება ჩემი ძირფასება არის ის, რომ დევნული იყო ქრისტე, წამებულია ქრისტე და დევნული და წამებული უნდა იყოს ყველა ქრისტიანი. თუმცა უნდა შეეძლოს თავისი სარწმუნოების დაცვა ყველა ქრისტიანს, რომ იჯდე ჩუმად და ბიბლიის შესახებ ასეთ მაპატიეთ სისულელეებს გელაპარაკებოდნენ და შენ ხმას არ იღებდე, ესეც დანაშაულია. დუმილითაც გაიყიდება ქრისტე და ხანდახან ლაპარაკით და მოქმედებით გაიყიდება ქრისტე. ამიტომაც არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ რა არის სათნოება, როდესაც კითხულობ. სინამდვილეში სათნოება გახლავთ ზომიერება ჩემო ძირფასება. იმიტომ რომ უკიდურესი მემარჯვენე იქნება, კაცი უკიდურესი მემარცხენე, იმ ვიწრო ბილიკზე, რომელსაც ქრისტიანობა მიუყვება, მნიშვნელობა არ აქვს. ორივე მხარეს გადასაჭერია. მარჯვნივაც გადაიჭეხება ადამიანი და მარცხნივაც. ამიტომ უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ ამ ბილიკზე არც ერთ მხარეს მას ფეხი არ დაუწდეს, გამონახოს ის ოქროს შუალედი, რომ არ ძალადობდეს ვინმეზე და გამონახოს ასევე ის ოქროს შუალედი, რომ მასზე მოძალადებს ყოველთვის გასცეს პასუხი, როგორც ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები რო ჩამოაგზავნეს გუში. იცით, როგორი პასუხი გასცეს ქეთევანმა, რომ სახარებაში ასე წერია, იმისი ნუკი გეშინიაო, ვისაც შენი ხორცის მოწყვეტა შეუძლია. იმისი გეშინოდესო, ვისაც ხორცის მოწყვეტის შემდგომ შენი სულის ჩაგდება შეუძლია ჯოჯოხეთში. და აბსურდული განმარტება მოვისმენი ამაზე, რომ ვიღაცამ თქვა, რომ ბოროტების უნდა ეშინოდეს ადამიანი. როგორ შეიძლება ბოროტების გეშინოდეს? ბოროტება მაქსიმუმ რა შეიძლება გაგიკეთოს? მოწყვიტოს შენი ხორცი, როგორც ქეთევანის? მაგრამ ქეთევანი არ არის მარად ცოცხალი. მარად ცოცხალ ღმერთთან ყოფი. დიდებული, წმინდანი, რომელსაც ახლა ვევედრებით ჩვენ ცხონებისათვის. ასეა ჩემო ძვირფასები. არ უნდა გვეშინოდეს ბოროტები. ჩვენ უნდა გვეშინოდეს, რომ არ აღმოჩნდეს ჩვენი სული მდგომარეობაში, ვითომ აი ამ სიყვარულობით, რაღაცა აი კაცთან ვითომ რაღაცა ჰუმანურობით, რომ აი მე ესეთი ვარ, რა ვქნა ეხლა ესე. ატონო ასეთი ვინცა იყოს, არავინ არ უშლის, არავინ არ ზღუდავს მას ამ თავისუფლებაში, მაგრამ მე ჩემზე ნუძალადობ, რომ ბიბლია გვერდზე გადადევნე ამას მეუბნე. ამ შემთხვევაში მე მღვდელს კი არა, ზოგადად ეკლესიას და ზოგადად ქრისტიანობას. ამიტომაც ნახეთ, კლავრითიც დავიწყე იმით დავამთავრებ, რომ თუ კი ის სინათლე, რომელიც შენშია სიბნელეა, მაშინ სიბნელე რამდენი იქნება? წარმოგიდგენიათ რაზე ალბათ, რომ შენ რომ სინათლე გონია ხანდახან, თუ კი ეს სიბნელეა სინამდვილეში, მაშინ რეალური სიბნელე რამდენად დიდი სიბნელეა? ამიტომაც არავითარი გამართლება ბიბლიის უკუღმა ამხსნელებს მართლმადიდებელი იქნება თუ სხვა მნიშვნელობა არ აქვს, არავითარი გამართლება მათ და
პავლემოციკული სიტყვები უკვე გითხარით, მკაცრი შეფასება, შეჩვენება მარანათა, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს გახლავთ სწორედ სულიწმიდის გმობა. ეს არის, როდესაც შენ ასე ფიქრობ, რომ ეს წიგნი კაცის მიერ არის დაწერილი, ესეც სულიწმიდის გმობა. და თუ ფიქრობ, რომ სულიწმიდის მიერ არის დაწერილი, მით უმეტეს გმობა, როდესაც შენ კორექტივის შეტანას აპირებ შიგნით, რომ აქ ეხლა ასე კი წერია, მაგრამ მე ამას ასე გადავაკეთებ, ან ასე გავიგებ, ან ასე განვმარტავ. ხვდებით რომ რაზეც არის ლაპარაკი. რამხელა ტრაგედიაზეა ლაპარაკი, ადამიანის სულიერ ტრაგედიაზე. ამიტომ არ იფიქროთ თქვენ, რომ შეიძლება ჩემი საუბარი დღევანდელი ცოტა ფიცხი იყო. გურული ვარ და ხანდახან ესე შემომენტება ხოლმე. მაგრამ არ იფიქროთ თქვენ, რომ მე არ მეწოდებოდეს ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა ის, რომელი უმცირესობის თუ უმრავლესობის წარმომადგენელია. მე ყველა ადამიანი მეწოდება, ვინც ბიბლიას აუკუღმართებს. აუკუღმართებს შეიძლება იმით, რომ საერთოდ არ წაუკითხავს და ცხოვრების წესი აქვს ასე არჩეული, მაგრამ მასზე უფრო ცოდვა, ვინც ბიბლია წაიკითხა და აუკუღმართებს სათავისოდ თარგმნის ამას ყველაფერს. ამიტომაც სინათლე, რომელიც ჩვენშია, კარგად გადაამოწმეთ. რომ ეს ნამდვილი სინათლეა თუ არ არის ნამდვილი სინათლე. იმიტომ რომ იქნება და შენ გეჩვენება და არ არის ეს ნამდვილი სინათლე. ჩვენს ახლო მეგობრებს და ნათესავებს და ბევრ სოციალურ ქსელებში ხა წარწერები რო აქვს, რომ სიყვარულია და ცისარტყელებით აგვიჭრელეს ფერები, აბა ერთი შეეკითხეთ მათ, რომ ბიბლია თუ წაუკითხავთ მათ ოდესმე. და თუ არ წაუკითხავთ, მოეთამაშებიან ისეთ თემას, რომელი თემაც სულის დამღუპველი და ეშინოდეთ იმის, ვისაც შეუძლია ხომცის მოწყვეტის მერე სული შთაგდება ჯოჯოხეთში. დაგვიფაროს ღმერთმა ყველანი. ამინ. გალოცვილი და გახარებული გამყოფ ქრისტე ღმერთმა და მოგცეთ შეიძლება რომ მოემზადოთ დღევანდელი ლოცვისთვის და ხვალინდელი სადღესასწაულო წირვისთვის. ამინ.